UFC-ს ყოველდღიური ახალი ამბები. დავიწყეთ. Max Holloway თვლის, რომ ილია თოფურიას სამმატჩიანი გამარჯვებების სერიას გადამეტებულად აფასებენ. ხალხი მხოლოდ სახელებზე საუბრობს. ვოლკი იმ ყველაფრის შემდეგ მოდიოდა, რაც მოხდა მახაჩევთან. ოლივეირას კი მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა მარცხის შემდეგ. მაქსი ასევე საუბრობს ლუიზიანაში პორიეს სახლში ბრძოლაზე. სიტუაცია რომ პირიქით ყოფილიყო და ჰავაიში ყოფილიყავით, ჩემი ხალხი მას დაუსტვენდა. ეს უბრალოდ ამ სპორტის ნაწილია, ამბობს Holloway. ალი აბდელაზიზი ჩიმაევისა და დუპლესის ბრძოლის შესახებ საუბრობს. ყველამ იცის, რომ ადრე ხამზათთან მუშაობდი. ძალიან მომწონს ეს ბიჭი. კოვიდმა მართლა ძალიან შეუტია მას. ერთ-ერთი ყველაზე სიგიჟე, რაც კი ოდესმე მინახავს, იყო ის როგორ იფურთხებოდა სისხლს. რამდენადაც ვიცი, ახლა ის ბანაკშია, ვარჯიშობს და მთლიანად კონცენტრირებულია. ის სუპერ ვარსკვლავია. ის UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. როდესაც შენზე ამ ხელას ეწოლა, ზოგჯერ ადამიანებმა არ იციან როგორ გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ამ ბრძოლას, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთულია ფსონის გაკეთება ხამზათის წინააღმდეგ, როდესაც ის ასეთი კონცენტრირებული და ჯანმრთელია. ფიქრობ, რომ ასეთ ფორმაში მყოფ ხამზათს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ დღეს დამარცხება შეუძლია. თუ ვისაუბრებთ ტალანტზე და ტექნიკაზე, ხამზათს ყველაფერი აქვს. რა მოხდება თუ ბრძოლა მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდამდე გაგრძელდება? არაფერი, მე მჯერა რომ ხამზათი იგივეს უზამს დრიკუს, რაც რობერტ უიტეკერს უქნა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. დასტინ დაიმონდ პორიე ამბობს, მინდა ხმაურით დავასრულო და მგონი ჭრილობების გარეშე ეს საქმე არ გამოვა. ბოლო ბრძოლისთვის ჩემი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლეგენდარული მებრძოლი და მაქსი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მან ჯასტინ გეიჯი ნოკაუტით დაამარცხა და მართალია თოფურიასთან წააგო, მაგრამ ის ისევ კარიერის პიკშია და ყოფილი ჩემპიონია. სწორედ ასეთი მებრძოლი მინდა მყავდეს ჩემს სტატისტიკაში. თითოეული მომენტის შეგრძნებას ვაპირებ ამ ბრძოლის კვირეულში, იმიტომ რომ ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როცა ვიგრძნობ დილის მღელვარებას ბრძოლის დღეს და გავივლი ამ გზას არენამდე. ამას ვეღარასდროს ვეღარ შევიგრძნობ, ამიტომ მინდა ნამდვილი შევმოვაწყო. ხმაურით წავიდე. მინდა რომ ეს არა მხოლოდ საღამოს ბრძოლა იყოს, არამედ წლის ბრძოლა. და კი, ველოდები რომ ჭრილობების გარეშე არ ჩაივლის. ჯეფ ნილი და კარლოს პრატესი ერთმანეთს UFC 319-ზე 16 აგვისტოს ჩიკაგოში დაუპირისპირდებიან. რას ფიქრობ, შეძლებს პრატესი იან გარისთან წაგების შემდეგ დაბრუნებას? დაგვიწერე კომენტარი. ტომ ასპინალმა შესაძლოა ტიტული აბუ-დაბიში სირილ განის წინააღმდეგ დაიცვას. UFC 321 დაგეგმილია 25 ოქტომბერს. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გამოიწერე არხი, დაგვილაიქე ვიდეო და დაგვიწერე შენი კომენტარი. იმედი მაქვს რომ ისევ გიხილავ. კარგად.